მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება დღის მთავარ მოვლენებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. დღეს გამოშვებაში ნახავთ. ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა გრძელდება. გიორგი კიკაძე დღეს მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს. ეს ტრაგედია, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა ყველა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ მისიაში აღებული. ყველა ამერიკელის გული ამ ოჯახთან ერთად არის ამ დიდი ტრაგედიის გამო და გამოუხატავთ ჩვენ სუხარებას. ზურაბადეიშვილის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთვება. იუსტიციის ყოფილ მინისტრს დღეს სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მთავარმა პროკურატურამ მიმართა სასამართლო ზურაბადეიშვილისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, ასევე სამ დიპლომატიური პასპორტის ვადის მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მეორე 5 წელი ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე როგორ აფასებენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობას. დადებითი და მე წამოვწევდი მასობრივი კორუფციის დამარცხებას. ეს იყო ძალიან რთული 5 წელი ადამიანის უფლებების შელახვის. ფანტასტიკური პროექტი მოვისმინეთ მისგან, მაგრამ ყველაფერი გადიოდა ბოლოს განახლებულ ფასადებზე. ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. გიორგი კიკაძის გარდაცვალების მიზეზებს ქართული მხარე იკვლევს. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისია შეეწირა, დღეს მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს. გიორგი კიკაძის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავის სიონის ტაძარში გაიმართა. გიორგი კიკაძე დღეს რუსთავში სამხედრო რიტუალის სრული დაცვით დაკრძალეს. ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული ჯარისკაცის სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების, დიპლომატიური კორპუსისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენ მოვედით, რომ სამძიმარი გამოუცხადოთ ოჯახს და თანამდებობა. საუბედუროთ მეტი აღარ შეგვიძლია. უნდა გავაკეთო განცხადება, რომ კაცმა თავის სამშობლოში შესწირა თავი. საერთაშორისო თანამეგობრობის ჯარებთან ერთად ის იცავდა არა მარტო საკუთარ სამშობლოს, არამედ იცავდა უცხო ქვეყნის უსაფრთხოებასაც. და ამით ძალიან დიდ იმიჯს უქმნიდა ჩვენს სამშობლოს. ეს ტრაგედია, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა ყველა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ამ მისიაში აღებული. რამდენად საჭიროა წინდახედულება, სიფხიზლე და დისციპლინა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების კონტინგენტი, ვინც მსახურობს ავღანეთში, ყველა უსაფრთხოების ზომას მიიღებენ, რომ ესეთი ტრაგედია მომავალში აღარ მოხდეს. ოჯახ საქართველოში ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც მიუსამძიმრა. ყველა ამერიკელის გული ამ ოჯახთან ერთად არის ამ დიდი ტრაგედიის გამო და გამოუხატავთ ჩვენ სუხარებას. ქართველმა ამერიკელმა და სხვა ქვეყნების ჯარისკაცებმა გაწირეს თავი იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის მშვიდობისა და თავისუფლების იმედი მიეცათ. ოჯახის წევრებისთვის დღეს ეს რთული გასაგებია, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მიხვდებიან, რომ ეს მსხვერპლი ამაო არ იყო. გიორგი კიკაძე შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ სერჟანტი კიკაძე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. იგი აისაფის მისიის ფარგლებში ავღანეთში მეორედ მსახურობდა. გიორგი კიკაძე ორჯერ მსახურობდა აისაფის მისიაში, მას მიღებული აქვს არაერთი მადლობა და მადლობის წერილები აისაფის ხელმძღვანელობისგან და ის უკვე ახლა მეორედ ასრულებდა, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი ფაქტი დამთავრდა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურის ეს მისია. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, უნდა აღნიშნო. ვისურვებ, რომ მომავალში ასეთი რაღაც აღარ განმეორდება. გიორგი კიკაძე ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში გაემგზავრა. კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. სერჟანტი კიკაძე სამშობლოში 1 იანვარს ჩამოასვენეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ავღანეთში 93 ჯარისკაცი დაშავდა. მონაცემებს, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში გასაიდუმლოებული იყო, დღეს უკვე თავდაცვის სამინისტრო საჯაროს ხდის. თავდაცვის უწყება დაჭრილ სამხედროებთან დაკავშირებით ახალ პროგრამასაც ამუშავებს. ჯარისკაცების რეაბილიტაციასა და მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე სახელმწიფო ბიუჯეტი იზრუნებს.
თავდაცვის სამინისტრო 2013 წელს ვეტერანთა და გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების წლად აცხადებს და ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე საუბრობს. ირაკლი ალასანიას თქმით, სამინისტრო სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისთვის იქნება გათვალისწინებული. 2013 წელი იქნება ვეტერანების წელი, იქნება მათ ოჯახებზე ზრუნვის წელი. ჩვენ სპეციალურ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც უახლოეს დღეებში, კვირეებში უკვე გახდება საჯარო ცნობილი საზოგადოებისთვის. ჩვენ თუ გვინდა რომ ბრძოლის უნარი, ბრძოლის ნება ერში გაჩნდეს, ჩვენ პირველ რიგში სწორედ ჩვენი დაღუპული მეომრების და ასევე დაჭრილი მეომრების სოციალურ, ასე ვთქვათ, მხარეზე უნდა ვიზრუნოთ. 93 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას დაიჭრა. ბოლო 3 წლის სტატისტიკას პირველად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასაჯაროებს. ISAF-ის ოპერაციაში 2010 წელს 20, 2011 წელს 44, ხოლო 2012 წლის 26 ნოემბრის მონაცემით 29 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ISAF-ის სარდლობის დეკლარირებული საინფორმაციო პოლიტიკა დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობისა და ვინაობის დამალვას არ ითვალისწინებს. ის წლების მანძილზე თავდაცვის სამინისტროში არსებულ დახურულ სისტემაზე საუბრობს. რაც შეეხება დაჭრილთა რაოდენობას, თავდგირიძე ამბობს, რომ ციფრი დამაფიქრებელია, თუმცა არა საგანგაშო. საკმაოდ მაღალი ციფრია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ დაღუპულების და დაჭრილების შეფარდებას, ეს ის ლოგიკაა, რომელსაც სამხედრო თეორია პროპორციას უწოდებს 1 დაღუპულზე 4-5 დაჭრილი. ზოგადად სამხედროებისთვის ეს რა თქმა უნდა შემაშფოთებელი არ არის, იმიტომ რომ თეორიულად ის ლოგიკას ექვემდებარება და არაფერი მასში არაორდინალური არ არის. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად პირველად 50 ქართველი ჯარისკაცი 2004 წელს გაიგზავნა. ამჟამად მისიაში 1700-მდე ქართველი სამხედრო მსახურობს. ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის მისიაში მონაწილე სამხედროთა რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გიორგი თექთუმანიშვილის დაკრძალვას დაესწრო. თექთუმანიშვილი 2 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. საქართველოდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილის ზებნის ოპერაციაში მალე ინტერპოლი ჩაერთვება. იუსტიციის ყოფილ მინისტრს დღეს სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოფიციალური პროცედურების გავლის შემდეგ კი მასზე ძებნა გამოცხადდება. მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ბელგიას მიმართა. საქართველოს პროკურატურაში კი მისი ადგილსამყოფელის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ზურაბ ადეიშვილს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მოსამართლემ დაუსწრებლად შეუფარდა. დღესვე სასამართლომ ადეიშვილის სახელზე გაცემული 3 დიპლომატიური პასპორტის მოქმედება შეაჩერა. უახლოეს პერიოდში სასამართლო დადგენილების საფუძველზე მთავარი პროკურატურა იუსტიციის ყოფილი მინისტრის ძებნას ინტერპოლის ხაზით მოითხოვს. მთავარმა პროკურატურამ მიმართა სასამართლო ზურაბ ადეიშვილისათვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, ასევე 3 დიპლომატიური პასპორტის ვადის მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს ჩაგვარდა ეს მასალები არის 2 დიდი ბაინდერია, რომელსაც უნდა გავეცნოთ. ნახოთ რითი ფიქრობს რომ პროკურატურა რომ ეს მტკიცებულები უშუალო შეხებულობაში არის რომ ნამდვილად ჩაიდინა ბრალი დანაშაული ზურაბ ადეიშვილმა შევამოწმოთ. სასამართლოს გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილისთვის დიპლომატიური პასპორტების შეჩერების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 2012 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება ზოგიერთ თანამდებობის პირს შეუნარჩუნდა. მათ შორის იუსტიციის ყოფილ მინისტრს. სწორედ დიპლომატიური პასპორტი გამოიყენა ადეიშვილმა ქვეყნიდან გასვლის დროს. მათ ვისაც შეუწყლათ უფლებამოსილების ვადა, ნება დაერთოთ, რომ 1 წლის განმავლობაში ფლობდნენ დიპლომატიურ პასპორტებს. ეს იყო პრეზიდენტის ბრძანებულებით განხორციელებული ცვლილება. იუსტიციის ყოფილ მინისტრს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს დაყენებული. მათ შორის ყველაზე მძიმე პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზურაბ ადეიშვილმა დანაშაულის გახსნის მიზნით პატიმართა წამების იმიტაცია საშიალა სრულების დეპარტამენტის მაღალ ჩინოსნებს დაუკვეთა.
ყოფილი ministris წინააღმდეგ ჩვენება ციხის თანამშრომლობა გამოძიებას უკვე მისცეს. მე უნდა გადამეღო პატიმრების ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტები. დავიჭაკუამ საუბრისას ასევე მითხრა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მაქსიმუმ 3 თვე უნდა ჩაჯდა ციხეშიო და რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო ზურაბ ადეიშვილთან. საუბრის დასრულების შემდეგ მე გამიყვანეს ჭაკუას კაბინეტის გვერდით არსებულ ოთახში. ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2 ოქტომბერს დატოვა. 2012 წლის 19 ნოემბერს კი ქვეყნიდან მეუღლე და შვილები გაიყვანა. ამ ფაქტს ადეიშვილის მეზობლებიც ადასტურებენ. მე თვითონ დიდი ხანი არ მიყავს. თვითონ სიდედრიც არ მიყავს. მე მოსაძებია რა ვიგულა თვითონ კარგად იცი. თავარმა პროკურატურამ დღეს პირველად გაასაჯაროვა ზურაბ ადეიშვილის ქვეყნიდან გასვლის დეტალები, თუმცა ოფიციალურ ცნობაში არაფერია ნათქვამი მისი ადგილსამყოფელის შესახებ. გასულ კვირას ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა. ვანო მერაბიშვილი ირწმუნება, რომ მისთვის ცნობილია ის ქვეყანა, სადაც ზურაბ ადეიშვილი იმყოფება. ადვოკატი ზვიად კორძაძე ფულის გათეთრების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ცისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით პროკურატურამ სასამართლოს ოქრუაშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების ერთი თვით გახანგრძლივების მოთხოვნით მიმართა. თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დაკავებულს არც გირაო შეუფარდა. ზვიად კორძაძის განცხადებით პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია, ამიტომ ფულის გათეთრების საქმეზე ოქრუაშვილს ბრალდება უნდა მოეხსნას. პროკურატურასაც და სასამართლოსგანაც ჩვენ ვითხოვთ უკვე და არა ვთხოვთ კონკრეტული კანონიერი სამართლიანი პოზიციების დაფიქსირებას. კერძოდ, პირველი, პროკურატურამ ამ საქმეზე, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მან მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლით, ანუ გაგრძელებით და შემდეგ შეცვლის ერთი მოტივით, რომ მათ ვერ მოასწრეს საქმეზე გამოძიების სრულყოფილად ჩატარება. ეს სამართლებრივი, ესე თქვა, პინგ-პონგი, რომ ეს არა პროკურატურამ ხნა ის სასამართლომ ჩვენ აღარ გვაინტერესებს. 7 ნოემბრის აქციის დარბევა, აგვისტოს ომი და ეკონომიკური კრიზისი მეორე ვადით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევიდან ზუსტად 5 წელი გავიდა. ამ პერიოდში ქვეყანამ ბევრი სირთულე გადაიტანა, პოზიტიური ნაბიჯები და შეცდომები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობას უკავშირდება. ნახეთ თამარ მახარაშვილის რეპორტაჟი. მაქვს ესეთი წინადადება და გადაწყვეტილება, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დატარდეს 2008 წლის 5 იანვარს. მიხეილ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ მიიღო. მან მთელი თვის განმავლობაში მიმდინარე გამოსვლები კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობად შეაფასა და ძალოვანების მოქმედებებს ადეკვატური უწოდა. 5 იანვარს გამართულ არჩევნებში ოფიციალური მონაცემებით სააკაშვილმა ხმების 53.47%-ით გაიმარჯვა. არჩევნები არასამთავრობოების მიერ არაერთგვაროვნად შეფასდა. ეს შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში როგორც იქნა ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები. პროცესი იყო ძალიან სამართლიანი, დემოკრატიული და არაფერი განსაკუთრებულ დარღვევა არ შეინიშნებოდა არ ვეთანხმებით ევროპელ დამკვირვებლებს და მიგვაჩნია, რომ ეს არის არაწინ გადადგმული ნაბიჯი. მეორე ვადით ახლად არჩეულ პრეზიდენტს იმავე წელს რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის გადატანა მოუხდა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი განთავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების კონტროლ ქვეშ. ამავე დროს მე მინდა გავაცხადო მთელი მსოფლიოს გასაგონად. საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ომის შემდგომ პერიოდს ეკონომიკური კრიზისიც დაერთო. საზოგადოების უკმაყოფილება გაიზარდა, რასაც მისი ერთი ნაწილის ქუჩაში გამოსვლა მოჰყვა. 2009 წელს თბილისი კარვების ქალაქად იქცა, თუმცა პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. ბოლო საპროტესტო აქცია კი კვლავ დაშლით დასრულდა. ეს 2011 წლის 26 მაისი იყო. პრეზიდენტობის მეორე ვადის მეხუთე წელიწადს მიხეილ სააკაშვილს საკმაოდ მძიმე წინასაარჩევნო კამპანიის გადატანა მოუხდა. პრეზიდენტი ამ მომჩევლის დარწმუნებას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა გასული წლის 1 ოქტომბერს მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. მეტი საქმე არა მაქვს, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა თქვენგან დაგაბარავოთ და გაგრევინოთ. ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტის წინ გადადგმულ ნაბიჯებზეც საუბრობდნენ. ეს არის ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია, ეს არის გარკვეული მშენებლობები ინფრასტრუქტურის, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა, ამის უარყოფა და დანგრევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. დადებითი და მე წამოვწევდი მასობრივი კორუფციის დამარცხებას, დადებითი და მე წამოვწევდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას,
აქ უბრალოდ სხვა თემაა, რამდენად ხარისხიანად განხორციელდა ეს პროექტები. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს. თუმცა ლიდერის მიღწევები პარტიის საიტზე დევს. ხელმისაწვდომი ჯანდაცვა 150 ახალი საავადმყოფო, კორუფციის დაძლევა, წარმატებული საპოლიციო რეფორმა, განვითარებული ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული ბიზნეს გარემო. ეს მისი მიღწევების არასრული ჩამონათვალია. უარყოფითი რა იყო, სამუშაო არ აქვს ხალხსა და ვართ ესე. თორე ქალაქი კი ააშენა, გააკეთა ყველა. ეგ არის პოლიტიკოსი და იცის როგორ უნდა მოიქცეს. უკეთესობა იყო, ეხლა რა არის? ახალ წელს რომელი მის იყო, კონცერტები იყო. ალბათ უფრო უარყოფითი აჭარბებს ჩემი აზრით, ვიდრე დადებით. საზოგადოების ერთი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას პოზიტიურად აფასებს. მეორე ნაწილი კი მისი გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტობის ვადის მიწურულსაც ქუჩაში აქციებს მართავს. მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კიდევ 9 თვე რჩება. 2006 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა ოქტომბრის თვეში გადაწყდა. საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. აქცია ამჯერად მოსახლეობის ერთმა ნაწილმა და ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ერთობლივად გამართეს და რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. აქციას უკვე მოგვიანებით პოლიტიკოსები შეუერთდნენ. აქციამ პრეზიდენტის სასახლესთან გადაინაცვლა. იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი არ გადადგება, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს. დღევანდელი აქცია გახლავთ პოლიტპატიმრების მიერ ორგანიზებული. დღეს აქ რუსთაველის გამზირზე იკრიბება საზოგადოება ორგანიზატორების მიერ მოწოდებული საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. დღეს არის 5 იანვარი. 20 იანვარს საბოლოოდ ამოიწურება ეს ვადი. მოუწოდეთ ყველა პოლიტპატიმარს, რომელიც დღემდე სხვადასხვა ღირსეული ფორმით განთავისუფლდა საჯელახსულების დაწესებულებიდან და ვთხოვეთ მათ აქ გამოცხადება უცხოელი მფარველების და ლობისტების წაქეზებით მიიტაცა ძალაუფლება და ამის შემდეგ მან განაგრძო დანაშაულების ჩადენა, ესე იგი რამაც გამოიწვია საქართველოში უდიდესი მსხვერპლი, გამოიწვია უკანონო პატიმრები, გამოიწვია უამრავი ჩამორთმეული, უკანონო ჩამორთმეული ქონება, მართლმადიდებლური ეკლესიის წინამდე მიმართული უამრავი დანაშაული. მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება გაერთიანება ყველა საინიციატივო ჯგუფის, რომლებიც არიან ორგანიზატორები სხვადასხვა დროს ამ აქციების და ერთი მოთხოვნით არის პრეზიდენტის გადადგომა და მისი სამართალში მიცემა. ხოლო დღეიდან მოხდება ამ ჯგუფების კოორდინაცია და ჩვენ გეგმავთ, რომ 20 იანვრიდან დავიწყოთ უფრო მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული აქციები. დაახლოებით 1 საათის წინ მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაიდო ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრების პირადი მიწვევით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაემგზავრა. პრეზიდენტთან ერთად საპარლამენტო დელეგაციაც იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სავარაუდო დღეს გვიან ღამით დაბრუნდება. თუმცა განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტოებამ მთელი დღის განმავლობაში. სააგენტო 4G ავრცელებდა ცნობებს, რომ პრეზიდენტი დუბაიში დასასვენებლად წავიდა და სწორედ ამის გამო ვერ დაესწრო ავღანეთში დაღუპული ქართველი სერჟანტის გიორგი კიკაძის დაკრძალვას. ისტორიულ შენობას, რომლის ადგილზეც წინა ხელისუფლება სასტუმრო კემპინსკის მშენებლობას გეგმავდა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეაკეთებს. ეგრეთ წოდებული იმელის შენობის დემონტაჟი ნაწილობრივ მოასწრეს. დღეს კი მე-20 საუკუნის არქიტექტურული ძეგლის სახურავის გარეშეა დარჩენილი. დაზიანებულია არა მარტო ფასადი, არამედ ცნობილი არქიტექტორის მიერ შექმნილი ინტერიერის უამრავი დეტალი, რომელთა შორისაც ისტორიული ამფითეატრული დარბაზიცაა. ძეგლის რეაბილიტაციის მსურველთა განაცხადების მიღება 15 დღეში დასრულდება. იმელის გამაგრებაზე ტენდერი გამოცხადდა. არაბული კომპანია დაბი გრუპი ტენდერში მონაწილეობის მსურველთა წერილობით განაცხადებს 15 იანვრამდე მიიღებს. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა არქიტექტორის ჩუცევის მიერ დაპროექტებული შენობა, რომლისთვისაც არქიტექტორმა სტალინური პრემია მიიღო, უკვე 5 წელია ინვესტორების მიერ ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში, სახურავის გარეშეა დატოვებული. შენობა რომ მეტნაკლებად ასეთი იერსახით არის, ეს არის პროტესტის შედეგი. თბილისზე მზრუნველთა საზოგადოების თბილისის ჰამქრის უსტაბაში ალექსანდრე ელისაშვილი შენობის დანგრევის გადარჩენას იმ საპროტესტო აქციებს უკავშირებს, რომელიც დემონტაჟის დაწყებას მოჰყვა. ერთი და იგივე კომპანიამ 5 წლის განმავლობაში შენობა დაანგრია, დანგრევის პირას მიიყვანა და წვიმის და თოვლის ანაბარად დააგდო სახურავის და კარფანჭრის გარშე და ეხა იგივე კომპანია 5 წლის შემდეგ აცხადებს ტენდერს მის გამაგრებაზე და მის აღდგენა უნდა, ხო, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. დანგრევის პირას მყოფი შენობის არქიტექტურული ღირებულების გარდა ხელოვნებათმცოდნეები იმელის ისტორიულ მნიშვნელობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. 1992-95 წლებში ყოფილი იმელის შენობაში საქართველოს პარლამენტი მდებარეობდა. სწორედ აქ ცენტრალურ დარბაზში
1995 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღეს. ხელოვნებათმცოდნე თამარა მაშუკელი კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს ფიქტიურად მიიჩნევს, რადგან განაცხადების მისაღებად დაწესებული 15 დღიანი ვადა საკმარისი არ არის. საეჭვო ვადაა და ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ პრინციპში ყავთ უკვე ის სამშენებლო კომპანია, რომელიც გააკეთებს ამ გამაგრებულ სამუშაოებს. სხვანაირად მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ორ კვირაში დაიდოს პროექტი იმელის გამაგრების, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამაშუკელი ამბობს, რომ არაბული კომპანია შენობის გამაგრებას მხოლოდ იმის სანაცვლოდ დათანხმდა, რომ მისავე ეზოში მრავალსართულიანი ნაგებობის აშენების უფლება მიეღო. 5 წლის განმავლობაში ეს შენობა თანდათან მძიმდება და აი ეს მდგომარეობა რო ეხა უფრო მეტია სარესტავრაციო, უფრო მეტია გასამაგრებითი სამუშაოები და უფრო მეტი ჩარევა იქნება საჭირო და უფრო მეტად დაიკარგება ავთენტურობა. ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ ზედმიწევნით განხორციელდა რესტავრაცია, რისი მაგალითიც ჯერჯერობით თბილისში არ აყო. მეცხრე არხი შეეცადა იმელის მომავალთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არაბი მფლობელის დაბი გრუპისგანაც მოეპოვებინა. თუმცა როგორც კომპანიაში გვითხრეს, ხელმძღვანელი პირები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. ახლად შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაცია ეკვილიბრიუმი საქართველოში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარება. ორგანიზაცია ერთი თვის წინ შეიქმნა და უკვე ჩამოყალიბებული აქვს პროგრამა, რომლის მიხედვითაც გაჭირვებულ ოჯახებს ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას გაუწევს. პირველი საქველმოქმედო აქცია ბავშვებისათვის შობის დღესასწაულზე გაიმართება. მოზარდების სკოლის საფასურსაც ორგანიზაცია დაფარავს. იმ შემთხვევაში, თუ შემოწირულობების ოდენობა გაიზრდება, ბანკის ანგარიშის ნომერს მსურველი ეკვილიბრიუმის Facebook-ის გვერდზე ნახავს. მოგზანდით. ქეთევანგოლიაძე მრავალშვილიანი დედა, 12 შვილთან და 1 შვილიშვილთან ერთად ამ სახლში მხოლოდ ერთი ოთახი უჭირავს. ფანჯრების გარეშე დარჩენილ ბინაში გათბობის ერთადერთი საშუალება ეს ძველებული სპირალიანი ელექტროღუმელია. ამბობს, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება, რის გამოც ხშირად შრომა ფიზიკურად უწევს. ეს ხოლმე სამერი აქეთ ვდებთ, ეს იწევა, ეს ლოგინი იშლება. ყველაფერი ეს არის და იქ ოთახში არის. ყველაფერი დანარჩენი არაფერი არ არის მოწყობილობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქუჩაში ყოფნას ჯობია. მრავალშვილიანი დედა ასეთ პირობებში უკვე წლებია ცხოვრობს. მძიმე სოციალური პირობების გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. ოჯახი თვიდან თვემდე უფასო სასადილო საკვებით და საქველმოქმედო ფონდების მიერ გაღებული შემწეობით ცხოვრობს. საახალწლოდ მოვიდნენ რამოდენიმე ფონდი, რომელმაც საკვები მოიტანეს, პატარებს დასაცმელი მოუტანეს. ეს კერძო ფონდებიდან. ისე სხვა დახმარება არანაირია. მრავალშვილიანი და სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებლად მუშაობას საქველმოქმედო ფონდი ლიბჯი ეკვილიბრიუმი იწყებს. ახალგაზრდა მწერლებისა და ხელოვანების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ძირითადი მიზანი სოციალურად დაუცველი ადამიანების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერაა. ჩვენი პროფილი ძირითადად მიმართული იქნება ბუნებრივია იმ ადამიანების დახმარებისკენ, რომლებსაც თქვათ რაღაც აზრით აკლიათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური თვალსაზრისით თანადგომა, ეს იქნება თქვათ შეჭირებული, მრავალშვილიანი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავადმყოფი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვაჩუკოთ შობა ბავშვებს ამ სახელწოდებით საქველმოქმედო ფონდი ეკვილიბრიუმი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ღონისძიებას გამართავს. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე ქეთევანგოლიაძის მრავალშვილიანი ოჯახიცაა მიწვეული. აჭარის უმაღლეს საბჭოში დაწყებული რეორგანიზაცია მართველი პოლიტიკური გუნდის კრიტიკის საფუძველი ხდება. თვითმმართველობის ორგანოს უმრავლესობას ამჯერად თანამშრომელთა ნაწილი ფსიქოლოგიური ზეწოლის ბრალდებით უპირისპირდება. საქმე ეხება უმაღლესი საბჭოს კადრების შემადგენლობიდან წასულ 71 საჯარო მოხელეს, რომელთა დათხოვნის შესახებ ორი მოდავე მხარე დღეს სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა. წმენდა პოლიტიკური ნიშნით თუ საკადრო რეორგანიზაცია. ჩემი კოლეგა შეეცადა გაერკვია რა გახდა რეალურად დაპირისპირების მიზეზი. ნაზმოს რომ დაგავალა გეუნები რა. მოგეწო სკანდალი, არ გამოგივალნო სკანდალი რა. არასდროს მოვალეობა. საჯარო მოხელე, აგრე პოლიტიკურ განცხადებებს არასდროს მოვალეობა. ეს არ არის პოლიტიკური განცხადებები. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატსა და მოხელეს შორის დაპირისპირება ბრიფინგს მოჰყვა, რომელზეც თვითმმართველობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გზელიძემ უმაღლესი საბჭოს თანამშრომლების მძიმე სამუშაო გარემოზე ისაუბრა. ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დადანაშაულებულმა უმრავლესობამ კი ბრალდება პოლიტიკური ოპონენტის. ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილად აღიქვა. სპექტაკლის თანაავტორად შერაცხული ნინო გრძელიძე კი პოლიტიკურ მიკუთვნებას უარყოფს და ისევ საკუთარ პოზიციაზე რჩება. 28 ოქტომბრიდან
დღემდე და პირველი კვირაში განსაკუთრებით იყო შეურაცხყოფელი განცხადებები თქვენი წარმომადგენლების მხრიდან, რომ ჩვენ თურმე ვართ ცოდვილები, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მუშაობდით უმაღლეს საბჭოში, რომ ჩვენ თურმე ნაციონალური მოძრაობის ბინძური ფულით ვიღებდით ხელფას, რომ როცა თქვენი ბრძოდით, ჩვენ ბარიკადების რომელ მხარეს ვითეგით. ზეწოლის ფაქტებით დაინტერესებას აჭარის უმაღლესი საბჭოს მოხელე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თხოვს. ამტკიცებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მისი დეპარტამენტის ლიკვიდაციაც აქვს გადაწყვეტილი, რასაც სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვება. გრძელიძის მსგავსად პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობს უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი თანაშემწეც. ორთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ ბეჟანგობაძეს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. რამდენიმე ათეული ადამიანი წავიდა უკვე სამსახურიდან, დანარჩენებსაც ჩემთან განუცხადებიათ, რომ არავის არ დატოვებენ სამუშაოს და ეს არის ძალიან ცუდი, თუმცა ტელევიზიასთან პრესთან ამბობენ, რომ ზეწოლას არ ახორციელებენ. ეს კიდევ უფრო ცუდია, იმიტომ რომ დეპუტატები ტყუიან. თანამშრომლების პოზიციის მიუხედავად უმაღლესი საბჭოს დეპუტატი კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს. საბჭოს უმრავლესობის წევრი ალეკო ჩიტიშვილი განმარტავს, რომ თანამშრომელთა ატესტაცია სამართლიანობის პრინციპის სრული დაცვით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეგ არის პოლიტიკური განცხადება, მე ამას უარყოფთ. ამიტომ ზეწოლა არ ყოფილა მოსაწვევში. და უამრავი თანამშრომელი დარჩება, ვინც მუშაობდნენ წლების განმავლობაში მაგ. უმაღლეს საბჭოში რეორგანიზაცია უკვე დაწყებულია. ოფიციალური ინფორმაციით 15 თანამშრომელმა თანამდებობა საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვა. 15 კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. აჭარაში გლეხები ციტრუსის გადამამუშავებელ ერთადერთ ქარხანასთან მანდარინის ჩაბარების მოლოდინში ღამეებს ათევენ. გლეხები ამბობენ, რომ რიგში დგომისას მანდარინი უფუჭდებათ. მინისტრი კი ირწმუნება, რომ მანდარინის გაყიდვა გლეხებს არ გაუჭირდებათ, რადგან სახელმწიფომ ფერმერების დასახმარებლად ბიუჯეტიდან 1,5 მილიონ ლარი გამოყო. სამინისტროში ცხელი ხაზიც ამოქმედდა. ციტრუსის გადამამუშავებელ ერთადერთ ქარხანასთან ქობულეთში დღეს გლეხებმა აქცია გამართეს. ფერმერებს მანდარინის ჩასაბარებლად რიგში რამდენიმე დღე დგომა უწევთ. ამასობაში კი ციტრუსი უყვებათ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მანდარინის გასაღებას ვერ ახერხებენ. დგას 5 დღე, 4 დღე. იმიტომ შევიკრიბეთ. ბოლო ხალხი ძლებულია გავჭირს თო და კეთს დაურგავთ და რა თხილს და რაღაცას. გადაშენების ძალზე მოსვიდა რა ვიცი. იმ გლეხებს, რომლებმაც ციტრუსის ჩაბარება მოახერხეს, გასამრჯელო ჯერ არ მიუღიათ. არასტანდარტულ მანდარინში ქარხანა 12 თეთრს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კი 8 თეთრს იხდის. გლეხების ანგარიშზე ამ დრომდე მხოლოდ 8 თეთრია დარიცხული. 2 ტონა გავყიდე. დანარჩენი მაგერ ჩამოვიდა ჩავაბარე. იგიც ფული არ აგვიღია. ავიღეთ რაღაცა 8 თეთრი დანარჩენი არ დაურიცხე. საწავიღოთ. რა თქმა უნდა, არსებობს ცოცხალი რიგი და ეს გამოწვეულია იმით, რომ მოწოდება, მანდარინის მოწოდება აღემატება საწარმოოს საწარმოოს სიმძლავრეებს. დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მოხდება თანხების გადარიცხვა იმ ფერმერებისადმი, რომლებმაც ჩააბარეს ახალ წლამდე. ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი გლეხებს კუთვნილი თანხის მიცემას პირდება. აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. დანაპირებს იმედგაცრუება რაც იყო მანამდე, რომ ციტრუსის სეზონი აუცილებლად იქნება მომავალში წარმატებული, თუ ეს ნდობა დაკარგა, მერწმუნეთ, რომ ქობულეთის რაიონში და არა მარტო ქობულეთში, მთლიანად დასავლეთ სანაპიროს ზოლში, სადაც ციტრუსი არის, ეს კულტურა დარგი განადგურდება. მეციტრუსეების აქციაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძეც გამოჩნდა. მან გლეხებს სიახლე გააცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ცხელი ხაზი აამუშავა, რომლის დახმარებით გლეხები კონსულტაციას გაივლიან. ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მეციტრუსეებისთვის 1,5 მილიონ ლარი გამოყო. ამ თანხით გლეხებს 1 კილოგრამ გაყიდულ მანდარინში 15 თეთრს სახელმწიფო გადაუხდის. მინისტრი ამბობს, რომ გლეხებს ციტრუსის რეალიზაციაში პრობლემები არ შეექმნებათ. მიიღებენ მეწარმეები და ფერმერები 20 თეთრს. ეს არის ცოცხალი რიგი, სხვანაირად არ შეიძლება ამის სხვანაირად დარეგულირება, იმიტომ რომ სხვა შესაძლებლობა არ აგვაქვს. დღე-ღამის განმავლობაში საწარმოო ახდენს 300 ტონის გადამუშავებას. ქობულეთში მდებარე ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხანა ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელიც დღეში 300 ტონა ციტრუსს იბარებს. მადრიდში მოკლული ნონა შუკვანის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს. გავრცელებული ვერსიით ნონა შუკვანი ესპანეთში თანასოფლელმა ირმა შათირიშვილმა ნასესხები ფულის გამო მოკლა. შუკვანიშვილის განცხადებით ირმა შათირიშვილი ესპანეთის პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან 3 დღეში დააკავა. შუკვანის ცხედარს ხვალ საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგი წმინდა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
დაახლოებით $500 ქონდა დასესხები ფული იმას კვლევის მე ჩემი იყო შუამდგომელი და როგორც ჩვენ ვიცით უთხრა რომ ამოდიოდა ამ ფულს და მოგცემული მიუტანა პატრონს და რომ ავიდა იმ შემთხვევაში ტელეფონი გაიჩიო ამის შემდეგ ორი დღე იმ დღესით მოკლა როგორც ჩვენ ვიცით ორი დღე სახში ყავდა შენახული იმის შემდეგ დაანაწევრა და არა სამაგუცე ის ქალბატონის ქმარი იყო კლასელი ჩემი მაზლისა და როგორც კლასელები ეუბნეოდა რომ დაეხმარე ხოლმე ხო და ისე წაიყვანა და ეგრე დააწყებინა მუშაობა და ასე გადაუხადა ის სიკეთე საგარეჯოს რაიონის ქვემო სამგორის დასახლებაში მცხოვრები მეზრიშვილების ოჯახი ჯეო ჰოსპიტალის საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის ექიმებს შვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს. მშობლები ამბობენ, რომ ექიმებმა 2 თვის ბავშვს სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, რამაც სიკვდილი გამოიწვია. მშობლების ბრალდებას უარყოფენ საგარეჯოს საავადმყოფოში. მეზრიშვილები კი ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებენ. საქმეში უკვე ჩაერთო ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი. მიზეზი თვითონ ექიმებმა ვერ დაადგინეს და მეც მიჭირს ამის თქმა ბავშვი ექსპერტიზაზე იყო და იმედი მაქვს ექსპერტიზა დაადგინეს რა მოხდა რის გამო დაიღუპა ექიმების მაგრამ ვფიქრობ რომ უფრო ექიმების უყურადღების გამო ან დაუდევრობის გამო არც ანალიზები გაუკეთებიათ არც არაფერი და როან ანალიზები გაეკეთათ ან რა ვიცი რენტგენი გადაეღოთ ეხო გადაეღოთ რაღაც გაეკეთებინათ ნორმალურად ხო გაიგებდნენ თუ კი ბავშვს რაიმე სჭირდა და ამ ბავშვი რაღაც მდგომარეობაში იყო მაგრამ არანაირი ეგეთი არაფერი არ გააკეთეს შემოსვლისთანავე დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები რომელიც გაგრძელდა 4 საათის განმავლობაში სამწუხაროდ ვერ მოხერხდა სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა და შემოსვლა 4 საათში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი. სამინისტრო სპეციალურად ჩაერთო ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ სწორედ ექიმების საქმე შეისწავლოს რეგულირების სააგენტო შესაბამის სამსახური, რომელიც არსებობს სამინისტროში რეგულირების სააგენტო უკვე დაიწყო სააგენტომ მოკვლევა და მოკლეს დროში იქნება შედეგები მიღებული. თელავის ტერიტორიული ორგანოს თითქმის ყველა რწმუნებულ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დააწერინეს, რომელთა ნაწილი 3, ნაწილი კი 4 იანვრით თარიღდება. გათავისუფლებული რწმუნებულები და ორგანოს თანამშრომლები მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშწორება დაფასებენ. საპირისპიროს აცხადებს რაიონის გამგებელი ზურაბ ყურაშვილი რწმუნებულებზე ზეწოლას და მათზე პოლიტიკური ნიშნით დევნას კატეგორიულად გამორიცხავს. ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში კონკურსი გამოცხადდება და მასში მონაწილეობის მიღების უფლება ყველა დაინტერესებულ პირს ექნება. ეს განთავისუფლებები, რომელიც აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს შეეხო, ყველა თანამშრომელი იძახეს იმას, რომ ეს იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური ანგარიშწორება და სხვა მეტი არაფერი, აბსოლუტურად ყველა საზრი ეს არის და რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ გუშინ დაგვირეკეს სამსახურში და გვითხრეს, რომ სულ ყველა თანამშრომელი ვინც შტატებში ვიყავით, უნდა ავსულიყავით და დაგვეწერა განცხადება განთავისუფლებასთან დაკავშირებით. განცხადებები დაწერა ყველა აქ არ არის ყველას განთავისუფლებაზე საუბარი, შეიძლება ძალიან ბევრი დარჩეს. მაგრამ მე მინდა რომ ყველა მიიღოს კონკურსის წესით. ეხლა თუ დაინიშნა ვინმე ახალ რწმუნებულად დაინიშნება მხოლოდ 3 თვით, 3 თვის თავზე გაიმართება კონკურსი, აი კონკურსში მიიღოს მონაწილეობა თუ თვლის რომ თვითონ ძალიან ესეთი მუშაკია და ძალიან მაგარია, მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და ღმერთმა გაუმარჯოს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით შერვაშიძემ და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორმა ვაჟა კირტავამ ლამი მისაქციელის და დოსი გრაკალის სარწყავ არხებზე მიმდინარე გამწმენდი სამუშაოები მოინახულეს. ლამი მისაქციელის სარწყავი არხი ბოლოს 30 წლის წინ გაიწმინდა. ამ არხით მცხეთის რაიონის 10-მდე სოფელი და მუხრანის ველი სრულად ისარგებლებს. გრაკალის არხი კი გორისა და კასპის რაიონის სოფლებს ემსახურება. გამწმენდის სამუშაოების შემდეგ სულ 4000 ჰექტარი მიწის ფართობი მოირწყვება. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით საქართველოს მასშტაბით 50-მდე სარწყავი არხის რეაბილიტაცია სრულდება. აღმოსავლეთ საქართველოში 30 მაგისტრალურ არხზე მიმდინარეობს უკვე გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე წელს უკვე 2013 წელს მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ჩვენი ხილი და ბოსტნეული. არ გაწმენდილა დაახლოებით 30 წლის განმავლობაში. აღნიშნული არხი პრაქტიკულად ამოვსებული იყო მიწით, არ ფუნქციონირებდა და პირველად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება ამ არხის გაწმენდა. პრაქტიკულად გაწმენდა კი არა, ახლიდან გაყვანა შეიძლება ითქვას.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროს მუშაობა 3 საათით გახანგრძლივდება. შობის ღამეს მეტრო ღამის 3 საათამდე იმუშავებს და ამ დროის მანძილზე მომსახურება უფასო იქნება. ტრანსპორტის სამსახურის უფროსის განცხადებით მეტრო მუშაობას 7 იანვარს დილის 7 საათიდან განაახლებს. შობის დღესასწაულზე 6 იანვარს ღამით მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება დამატებით 3 საათი და ეს დამატებული 3 საათი მომსახურება განხორციელდება უფასოდ, რაცა მოსახლეობას მრევლს ვინც გადაადგილდება ეკლესიების მიმართულებით პრობლემა არ შეექმნათ გადაადგილებისას. მეორე დღეს ჩვეულებრივად მეტროს მუშაობა აღდგება 7 საათზე, ნაცვლად 6 საათისა და მეტრო განაგრძობს მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში. საშობაო ალილო წელს გამორჩეულად აღინიშნება, ღონისძიებისათვის მზადება დაწყებულია. ალილო 7 იანვარს ტრადიციულად ვარდების მოედნიდან 2 საათზე დაიწყება. მეორე წერტილი კი, საიდანაც ალილოს მონაწილეები მსვლელობას დაიწყებენ, ისანი იქნება. მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება. მსვლელობა იქნება თეატრალიზირებული. ამიტომ აი ამ თეატრალიზირებულ ნაწილს, რომ სანახაობითი ხასიათი ჰქონდეს, თხოვნა იქნება ყველა იმ მსურველი ადამიანისადმი, ვისაც სურვილი აქვს, რომ მობრძანდეს და მონაწილეობა მიიღოს, მრევლი, შეუმოსავი მრევლი, აი ამ მსვლელობას უნდა გამოყვეს მაცხოვრის შობის დიდი ხატის უკან. სათნოების სახლში ახალი წლის ტრადიცია გრძელდება. კათარზისში სუპერ ბებია და ბაბუა გამოავლინეს. კონკურსში 27-მა ხანდაზმულმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება კომპანია თელასმა დააფინანსა. გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა. ციალა კიკილაშვილი და გიორგი აგლაძე 2013 წლის სუპერ ბებია და ბაბუა გახდნენ. საკონკურსო ნომერზე რამდენიმე თვე იმუშავეს. ბევრი იშრომეს, ბევრიც ინერვიულეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს. ისე დღეში ვაგდებდით, რომ რამის ფეხზე ვეღარ დგებოდა. ამდენი რეპეტიციები და ამდენი შესწორება და გამეორებისთვის. რომ ჩვენ გავსულიყავით სუპერები. რა ველოდებოდი, რა ვიცი. როგორც თვითონ ილია მეუნებოდა, რა ვიცი. მოწინავე სავით ვიყავი, კაიმონგერა. სათნოების სახლ კათარზისის მიერ ორგანიზებულ კონკურსში 27-მა ბებიამ და ბაბუამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსანტები ერთმანეთს სიმღერაში და ცეკვაში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებმა გენერალური სპონსორისგან ფულადი ჯილდო და ტკბილეული მიიღეს. 70 წელს გადაცილებულ იმ ქალბატონებსა და მამაკაცებს, რომელსაც ცეკვისა და სიმღერის უნარი აქვთ, მათ შეუძლიათ, რომ თავი გამოიჩინონ თავიანთი ხელოვნებით, გახდნენ გამარჯვებულები. ეს ხალხი იმსახურებს იმათ, რომ ამ თავისი შრომით, თავისი თავდადებით ჩვენი ქვეყნისთვის მათ ძალიან ბევრი აქვთ გაკეთებული და ჩვენი ვალია რომ რაღაცით გადაუხადოთ მათ ეს გავლამაზოთ ეს დღე. სუპერბებია და სუპერბაბუა კათარზისში უკვე მე-9 დაირჩიეს. კონკურსანტების შეფასებისას გადამწყვეტი კრიტერიუმი მათი ასაკი აღმოჩნდა. ველა იყო ულამაზესი და უსაყვარლესი უთბილესი, აი არ ვიცი, ვერავის ვერ გამოვარჩევ. და მინდა რომ რაღაცა ძალიან დიდი მადლობა მინდა იმ ადამიანებს გადავხადო, ვინც პირველ რიგში ალბათ კათარზის რომ ასეთ ორგანიზებას უწევს. ერთი მეორეზე უკეთესები იყვნენ, ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ქულა დაიწერა, რომ ერთნაირი იყო, მაგრამ ასაკის შემთხვევაში, რომელიც უფრო ასაკოვანი იყო, ვარჩიეთ, რომ იმას გაემარჯვა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს ქვეყანაში იქნება ყოველთვის დიდი ყურადღება და სიყვარული უფროსი თაობის მიმართ, რადგან ეს არის პირველ რიგში სამაგალითო ნიშანდობრივი, როგორ ექცევიან ბავშვებს და მოხუცებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოხუცებულები საქართველოს სხვადასხვა სათნოების სახლებიდან და მოხუცებულთა თავშესაფრებიდან ჩამოვიდნენ. სოფლიო სპორტის რედაქციამ ინტერნეტ გამოკითხვით წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გამოავლინა. გამოკითხვაში მონაწილეობა 1831-მა ინტერნეტ მომხმარებელმა მიიღო. გამოკითხვის შედეგად საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების წევრი და დონეცკის შახტარის ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი დასახელდა და მას მსოფლიო სპორტის თასი გადაეცა. თორნიკე ოქრიაშვილმა თავი ქართველ კომაგებს საქართველოს ესპანეთის და საქართველოს ბელორუსის თამაშებზე დაამახსოვრა. მის ანგარიშზეა ულამაზესი გოლი საქართველოს ბელორუსის შეხვედრისას. შეგრძნება ძალიან კარგი არის და ძალიან მიხარია რომ პირველ ადგილზე გავედი და ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს ვინც ხმა მომცა და
ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა გურამ კაშიასახი და კომაგმა მე გამომარშა და ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრი. წელს მეშვიდე ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგად 1831 კაციდან 652-მა უშუალოდ თორნიკო კრიაშვილს მას სერიოზული კონკურსია გაუწია გურამ კაშიამ და სულ მცირეოდენად ჩამორჩა. მესამე ადგილზე გავიდა გიორგი ლორია. ამ სამეულის პირველ მწვრთნელებს ტრადიციის თანახმად, რომელიც სოფლის სპორტს აქვს, პირველ გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია წლის განმავლობაში. 2012 წლის საუკეთესო ბარიტონად აღიარებული ქართველი მომღერალი თბილისშია. გიორგი გაგნიძე საქართველოს პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტისთვის ჩამოვიდა. თბილისში ის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იმყოფება. რას ფიქრობს ვერდის რიგორეტოს პარტიის ცნობილი შემსრულებელი ქართველ მაყურებელზე და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. 2012 წლის საუკეთესო ბარიტონად აღიარებული გიორგი გაგნიძე პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტის წამყვანებს უყურადღებობის გამოსაყვედურობს. უცხოეთში მცხოვრები მომღერალი ამ კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ფონდ იავნანას მოწვევით ჩამოვიდა. გულისწყდება, რომ სცენაზე გამოსვლის წინ ქართველი მსმენელის წინაშე ყოველგვარი ტიტულების გარეშე, მხოლოდ სახელისა და გვარის გამოცხადებით წარადგინეს. რას აკეთებს ეს კაცი, ვინ არის? არის მაყურებელში კითხვა. ვინ არის ეს გიორგი? სტუდენტია თუ მომღერალია, სადღერის, კონსერვატორიის სტუდენტი ვარ თუ სად მოღვაწეობ? მას ლასკალას საოპერო თეატრის სცენაზე არაერთხელ უმღერია. ბოლოს აქ რიგოლეტოს პარტიაში ასრულა. მღეროდა მეტროპოლიტენ ოპერაშიც. მისი ხმის ტემბრით აღტაცებული იყვნენ პლასიდო დომინგო და ხოსე კარერასი. ბოლოს საქართველოში სწორედ იმ კონცერტზე იმღერა, რომელიც ხოსე კარერასის მონაწილეობით ბათუმში გაიმართა. ქართველი მაყურებელი უკვე შეიძლება აღარც მცნობს ისე დავიწყებული აქ ჩემი გვარი და ალბათ მე იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში შევძლებ და გავაკეთებ ერთ სოლო კონცერტს და ამას მოყვება კიდე სხვა კონცერტები. ძავზე მიხარია, რომ ეს ჩვენი წინვალე მომღერალი, ასე ვიტყოდი, ასე დიდი წარმატება აქვს მას სოფლიოს მრავალ საოპერო თეატრში და ჩვენთან ნაკლებად იცნობენ. გერმანიაში ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. თუმცა გონია, რომ საკუთარი სახლი არ აქვს, რადგან სულ თვითმფრინავშია. სამომავლო გეგმა 2017 წლამდე უკვე შედგენილი აქვს. ამ გეგმის შედგენა მომღერლის მეუღლის მთავარი სამსახურია. რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ მისი კარიერისთვის რა თქმა უნდა ასე სჯობია და ასე უნდა იყოს. დავითი 7 წლისაა, მარიამი 11-ის. უკვე ოცნებობს მამას კვალს გაყვეს და ცნობილი მეცო-სოპრანო გახდეს. ვარ უკვე დატვირთული, იმიტომ რომ სკოლაც ძალიან გაძნელდა გერმანიაში, მაგრამ არაუშავს შემიძლია. თბილის მომღერალი რამდენიმე დღეში დატოვებს. უახლოეს მომავალში დაგეგმილი ლასკალას კონცერტისთვის უნდა მოემზადოს. დღის მთავარი მოვლენები ჩემს კოლეგებთან ერთად მე ნინო ვარდოსანიძემ გაგაცანით, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.